სირიაზე მიტანილი დარტყმების შემდეგ ტრამპის გუნდს ნეთანიაჰუს გონიურულობაზე ეჭვი გაუჩნდა და მას გიჟს უწოდებს, წერს გამოცემა Axios-ი. იმ დროს, როდესაც სირიის საპრეზიდენტო სასახლის თავზე კვამლი იყრიდა თავს და ნანგრევები ცვიოდა, დასავლეთ ფლიგელიდან საუბარი სულ უფრო ხმამაღლა ისმოდა. ბენიამინ ნეთანიაჰუ კონტროლს აღარ ექვემდებარება, ნათქვამია სტატიაში. ბიბი გიჟივით იქცევა, ის ყველაფერს ბომბავს. ამან შესაძლოა ჩამოშალოს ის, რის გაკეთებასაც ცდილობს ტრამპი, უთხრა გამოცემას თეთრი სახლის ერთ-ერთმა ჩინოსანმა, რომელმაც ნეთანიაჰუს ზედმეტსახელით მოიხსენია. კიდევ ერთმა მაღალი რანგის ამერიკელმა ჩინოსანმა ამ კვირაში ხაზაში ეკლესიისთვის გახსნილი ცეცხლი ახსენა, რამაც პრეზიდენტი ტრამპი აიძულა დაერეკა ნეთანიაჰუსთვის და მისთვის განმარტება მოეთხოვა. ისეთი განცდა, რომ ყოველდღე რაღაც ახალი გველოდება, რა უბედურებაა ეს, თქვა მან. მესამე ამერიკელმა მოხელემ Axios უამბო, რომ ტრამპის ადმინისტრაციაში ნეთანიაჰუს მიმართ სკეპტიციზმი იზრდება, რომ ის ზედმეტად დესტრუქციულია და ზოგჯერ გავს ბავშვს, რომელსაც არ უნდა კარგად მოქცევა. 6-მა ამერიკელმა მოხელემ შეატყობინა გამოცემას, რომ მიუხედავად შეერთებული შტატების შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა, რომელმაც სირიაში ესკალაცია შეეჩერა, კვირა დასრულდა იმით, რომ თეთრ სახლს ბევრად უფრო აშფოთებს ნეთანიაჰუ და მისი რეგიონული პოლიტიკა. მიუხედავად ამისა, ტრამპი ჯერ კიდევ თავს იკავებს საჯარო კრიტიკისგან და უცნობია იზიარებს თუ არა ის თავისი მრჩევლების იმედგაცრუებას, წერია პუბლიკაციაში. შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც Axios-ს ესაუბრნენ, აღნიშნეს, რომ ნეთანიაჰუს იღვლიანობა და ტრამპის კეთილინება შესაძლოა დასრულდეს. გერმანიის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორმა კრისტიან ფროიდინგმა განაცხადა, რომ რუსეთმა მნიშვნელოვნად გააძლიერა უკრაინაში საჰაერო შეტევები. გერმანული მაღალი რანგის სამხედროს თქმით, მათი ვარაუდით შეტევების სიმძლავრე 50%-ით გაზრდილია და კიევს სულ უფრო უჭირს მათი მოგერიება საჰაერო თავდაცვის დასავლური სისტემების გამოყენებითაც კი. რუსეთი საჰაერო დარტყმებს ახორციელებს 3-4 ან 5 დღის ინტერვალით. ამისთვის პიკურ მომენტებში იყენებს 700-800 უპილოტო მფრინავს რამდენიმე ათეულო ფრთოსან რაკეტასთან ერთად და ერთ მიზანზეა კონცენტრირებული. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა უპილოტო მფრინავი ობიექტების ხარისხი, რომლებიც ირანული მოდელების მსგავსადაა შექმნილი. ისინი უფრო მძლავრი მუხტისაა. ფიქრობ, სიმძლავრე გაზრდილია 50%-ით. ისინი დაცულია რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებათა მოქმედებისგან, ნაწილობრივ აღჭურვილია რეაქტიული ძრავებით, რაც ასევე ართულებს მათ მოგერიებას. ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი დაგვიანებით იყრიან თავს ერთად, დაფრინავენ უფრო მაღალ სიმაღლეზე, რაც ართულებს მასზე წვდომა საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის. მაგალითად, ჩვენი დროით გამოცდილი გეპარდისთვის. მობილური სასეცხლე ქვედანაყოფები, რომლებიც კიევს თითქმის ყველა ქუჩაში გადაადგილდებიან, აღარ არიან ისეთი ეფექტიანები თავისი ტყვიამფრქვევებით, ხოლო როდესაც ისინი უფრო მაღლა დაფრინავენ, ბევრად მოხერხებულად მიფრინავენ მიზნისკენ და მათი მოგერიება ამის გამოც რთულდება. ეს ყველაფერი, რასაც ბოლო კვირაების განმავლობაში ვაკვირდებით, საჰაერო გარემოს აუარესებს, განაცხადა კრისტიან ფროიდინგმა. New York Times წერს, რომ რუსეთის შეტევა აქტიურდება, მისი არმია უკრაინას რამდენიმე ფრონტიდან უტევს. ივნისში რუსეთის რაოდენობრივმა უპირატესობამ ცოცხალ ძალასა და ავიაციაში მას წლის დასაწყისიდან ყველაზე მეტი ტერიტორია მოაპოვებინა. რუსეთის მიზნები მხოლოდ ტერიტორიებით არ შემოიფარგლება. ანალიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ის ცდილობს მეთოდურად გაანადგუროს უკრაინული არმია და ამას თავისი არმიის არაჩქარი წინსვლით აკეთებს. ბოლო 2 თვის განმავლობაში რუსულმა ქვედანაყოფებმა შეძლეს თავიანთი შეტევის გაძლიერება რამდენიმე ფრონტზე. უკრაინის სუმის ოლქიდან ჩრდილოეთით ზაპოროჟიის სტეპებამდე სამხრეთით. რუსეთი აკონტროლებს სახმელეთო სამხედრო მოქმედებების მთავარი თეატრის დონეცკის ოლქის 2/3-ზე მეტ. რუსულმა არმიამ 16 კილომეტრიანი რკალით ალყაში მოაქცია უკრაინული ჯარი, რომელიც იცავს უმნიშვნელოვანეს ქალაქ კონსტანტინოვკას. ნაწილობრივ მოიქცა ის ალყაში აღმოსავლეთიდან, სამხრეთიდან და დასავლეთიდან. რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთით დნეპროპეტროვსკის ოლქში შევიდა, ნათქვამია New York Times-ის სტატიაში. გამოცემა წერს, რომ რუსეთი უკრაინაში გაშავებული უპილოტო თვითმფრინავების რაოდენობით რეკორდებს ამყარებს.
უკრაინელი ჯარისკაცები ამტკიცებენ, რომ რუსული არმია ბრძოლის ველზე წინსვლისთვის იყენებს ორ ძირითად ტაქტიკას. უპილოტო თვითმფრინავებით, ჭურვებით და ბომბებით ის ავიწროებს უკრაინის არმიას. შემდეგ კი უტევს მის ხაზებს ქვით და რაზმების დაუნდობელი შეტევებით. ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთმა უკრაინაში გაშვებული დრონების რაოდენობით რეკორდები მოხსნა. რუსეთი აძლიერებს საბრძოლო დრონების წარმოების ინფრასტრუქტურას და თუკი ასე გაგრძელდა, ანალიტიკოსები ელოდებიან, რომ შემოდგომისთვის მოსკოვი ერთ გასროლაზე რეალურად ააფრენს 1000-ზე მეტ დრონს. გაზეთი აღნიშნავს, რომ კრემლმა არაერთხელ განაცხადა, რომ განაგრძობს უკრაინაზე ზეწოლას მანამდე, სანამ არ აიძულებს კიევს გაიზარდოს მოსკოვის სამშვიდობო პირობები. რუსეთი მოითხოვს უკრაინისგან მოსკოვის მოპოვებული ტერიტორიების აღიარებას, თავისი სამხედრო პოტენციალის შემცირებას, რუსული ენის ოფიციალურად ენად აღიარებას და უკრაინის ნეიტრალიტეტის გამოცხადებას, რაც გამორიცხავს ნატოში გაწევრიანებას. უკრაინის არმიის ყოფილ მთავარსარდალს ვალერი ზალუჟნის ვაშინგტონში ზელენსკის შემცვლელად განიხილავენ. ამასთანავე ზელენსკის გადაყენება თითქოს ახლო მომავალშია მოსალოდნელი. ამის შესახებ ამერიკელმა გამომძიებელმა ჟურნალისტმა სემურ ჰერშმა დაწერა. ზალუჟნი ახლა განიხილება როგორც ზელენსკის ყველაზე რეალური მემკვიდრე. საკითხში გარკვეულმა ვაშინგტონელმა ჩინოსანმა მითხრეს, რომ ეს შესაძლოა რამდენიმე თვეში მოხდეს. ზელენსკი გასაგდებად მოკლე სიაშია, თუკი პრეზიდენტი ტრამპი გადაწყვეტილების მიღებისთვის ასეთ ზარს განახორციელებს, დაწერა ჰერშმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ზელენსკის მოუწევს წასვლა, უნდა ესმას თუ არა. თუკი ის უარს იტყვის კაბინეტის დატოვებაზე, რისი დიადი ალბათობაცაა, მაშინ მას ძალით გაუშვებენ. მითხრა მე ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა, ამტკიცებს ჟურნალისტი. მისი თქმით, ბევრს ვაშინგტონსა და უკრაინაში მიაჩნია, რომ საჰაერო ომის ესკალაცია რუსეთთან მალე უნდა დასრულდეს და ჯერ კიდევ არის რუსეთის პრეზიდენტთან პუტინთან შეთანხმების შანსი. ბექტეიტორი წერს, რომ უკრაინელებს ზელენსკის აღარ სჯერავთ. უკრაინას ორი მტერი ჰყავს, ორი ვლადიმერი, ზელენსკი და პუტინი, წერს სტატიის ავტორი, ერთ დროს ზელენსკის გულმხურვალე მომხრე, ყოფილ მინისტრზე დაყრდნობით. პუტინი უკრაინას გარედან ანგრევს, ზელენსკი კი შიგნიდან, ახშობს რა მის ბრძოლის ჟინს და მორალურ შემართებას. ადამიანის უფლებები ირღვევა, პოლიტიკურ ოპონენტებზე ზეწოლაა, მდიდარ და გავლენიან ადამიანებს, რომლებსაც შეიძლება მხარი დაეჭირათ ოპოზიციისთვის, ექსპროპრიაციის მსხვერპლი არიან. ოპოზიციურ მედიებს კი აჩუმებენ. ირონია იმაშია, რომ უკრაინის ამ პუტინიზაციას დასავლეთი აფინანსებს. ამ გაზაფხულზე პუტინმა მშვიდობას ომი ამჯობინა, რადგან მისმა ჯაშუშებმა და გენერლებმა უთხრეს, რომ უკრაინა კრახის ზღვარზეა. შემაშფოთებელია, მაგრამ ისინი შესაძლოა მართლები აღმოჩნდნენ. უკრაინაში საბრძოლო შემართება მცირდება. ჯარისკაცები ფრონტის წინა ხაზზე გამოიფიდნენ, ხოლო ამერიკელების მხარდაჭერა საჰაერო თავდაცვით შემოიფარგლება. 7 მილიონამდე უკრაინელმა დატოვა ქვეყანა, კიდევ 8 მილიონი კი დევნილია საკუთარ ტერიტორიაზე. ეს შრომის უნარიანი მოსახლეობის 40%-ის ეკვივალენტია. უწყვეტი ინფლაცია ქვეყანას სულ უფრო მეტ რეგიონს აკოტრებს. დღეს 8,8 მილიონი ადამიანი უკრაინაში სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, მაშინ როცა ომამდე მათი რაოდენობა იყო 6 მილიონი, წერს გამოცემა. სტატიაში ნათქვამია ასევე, რომ უკრაინის სოციალური ქსელები სავსეა ვიდეორგოლებით, რომლებსაც სპეციალური სამსახურის წარმომადგენლები ძალით ყრიან კაცებს ბურგონებში, ზოგჯერ იარაღის დამიზნებითაც კი, რომ ფრონტზე გაუშვან. 2022 წლიდან დაახლოებით 230,804 სისხლის სამართლის საქმე აღზრული დეზერტირობაზე. იმავდროულად ბრაზი და წინააღმდეგობა იზრდება ხელისუფლების აგრესიული ზომების და კაცების არმიაში იძულებით გაწვევის გამო. უკრაინელისგან განსხვავებით რუსული არმია შედგება კონტრაქტით დაქირავებული ადამიანებისგან. უკრაინელების მორალური შემართება, რომლებიც ღირსეულად იბრძოდნენ მთელი ამ ომის მიმდინარეობისთვის, 2022 წლის ოქტომბერში 6-თვიანი ძალადობის და სისხლის წყლის შემდეგაც კი უკრაინელების 88% სჯეროდა, რომ 10 წლის განმავლობაში უკრაინა გახდებოდა აყვავებული ქვეყანა ევროკავშირის შემადგენლობაში. სხვა კვლევამ აჩვენა, რომ უკრაინელების 70%-ს ასევე მიაჩნია, რომ მათი ლიდერები ომს გამდიდრებისთვის იყენებენ. არაფერი იმაზე დამანგრეველი არ არის საომარი დროის მორალური შემართებისთვის, ვიდრე ის, რომ ქვეყნის ლიდერები იპარავენ მაშინ, როცა ხალხი იბრძვის და იღუპება.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ზელენსკის უფლებამოსილების ვადა ფორმალურად გასული წლის მაისში ამოიწურა. მართალია, ბევრი ამტკიცებს, რომ ომის პირობებში არჩევნების ჩატარება შეუძლებელია, თუმცა არსებობს უკმაყოფილება იმით, რომ ვადაგასულმა პრეზიდენტმა ქვეყნიდან გააძევა პოტენციური ოპონენტები, სხვები კი დააპატიმრა და დაასანქცირა. ზელენსკის კაბინეტის ყოფილი მინისტრის თქმით, რომლის ვინაობა სტატიაში არ სახელდება, მთელ პოლიტიკურ ელიტას ესმის, რომ სიტუაციის სტაბილიზაციისთვის უკრაინას მართვის ახალი სისტემა სჭირდება. ადამიანებს აღარ შეუძლიათ შიშში ცხოვრება, მაგრამ იმის ნაცვლად ევროკავშირმა იკითხოს, როგორ შეუწყოს ხელი ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემას უკრაინაში. ის პირიქით თვალს ხუჭავს ამაზე. პოლონეთში გაყიდვიდან ამოიღეს წიგნი პოლონეთის პრეზიდენტის ანჯეი დუდას შესახებ, რომელსაც ჰქვია დებილი შემთხვევის შესწავლა. იუწყება გამოცემა მონეტი. წიგნების მაღაზიის პოლონური ქსელიდან ემბიკი გაყიდვიდან ამოიღეს ალექსანდრ ცარნის წიგნი დებილი შემთხვევის შესწავლა, რომლის მთავარი გმირიც არის პრეზიდენტი ანჯეი დუდა. გამოცემა იუწყება, რომ ამ დროისთვის ამოწმებენ იმას, არის თუ არა წიგნი მათ შორის მისი დასახელება შეურაცხყოფელი დუდასთვის, რისთვისაც პოლონეთის სისხლის სამართლის კოდექსის 135 მუხლი გულისხმობს სასჯელის სახით 3 წლამდე პატიმრობას. ერთ-ერთ ლიტერატურულ ინტერნეტ პლატფორმაზე წიგნის აღწერაში ნათქვამია, რომ ავტორი ცდილობს გაარკვიოს მისი პრეზიდენტობის ფენომენი და ის თუ როგორ ფუნქციონირებდა ის საერთოდ სახელმწიფოს მეთაურის გარეშე.